გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური იწყებს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. შეხვედრას, რომელსაც ამჯერად რუსთავ მამასპინძლად ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცოტნე ივანიშვილმა დისკუსიის მნიშვნელობაზე და კონფერენციების ფორმატის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ დისკუსიაში მონაწილე განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს სამშობლოს სიყვარული აერთიანებს, დიალოგი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნის ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. ძალიან მიხარია, რომ ესეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მე შეძრების დაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო და დღეს მართლაც დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით ხედავდა ქართული ოცნების ახალგაზრდული დიალოგის გაგრძელებას იმის შემდეგ, რაც საქართველოს შემოვლას დაასრულებდნენ და ძალიან გამიხარდა, რომ აღნიშნეს ის ფაქტი, რომ არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს. ზოგადად ძალიან დაკანონდა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით და დიალოგი არის ლოგიკა, სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე, იბადება ჭეშმარიტება. მე მართლა მყავს მეგობრები, რომლებთანაც ბევრ თემასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ ყოველთვის მსჯელობთ, ყოველთვის უსმენთ ერთმანეთს. თავარია საერთო ღირებულებები, საერთო ძვირფასი იდეები, როგორც შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული, აკავშირებდეს ადამიანებს და ამის შემდეგ შეიძლება მართლა რადიკალურად განსხვავდებოდეს მათი აზრი, მაგრამ უნდა იმსჯელონ ერთმანეთში, უნდა ისაუბრონ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფორმატი ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირ სახეს ღებულობს და დღევანდელმა შეხვედრამაც ამის დემონსტრაცია გააკეთა ზუსტად. მადლობა მინდა უთხრა თითოეულ მათგანს, იმიტომ რომ მათი აქტიურობა, მათი ჩართულობა შეხვედრიდან შეხვედრამდე ყოველთვის იმატებს, მსურველების რაოდენობა, დამსწრეების მსურველების რაოდენობა, ძალიან აქტიურები არიან, რისთვისაც მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა მათ. ვიცით, რომ დარეგისტრირება და დასწრება ხდება QR კოდით, ყველა მსურველ შეუძლია მოვიდეს და ისაუბროს, კიდე გავიმეორებ, ნებისმიერ საკითხზე, რაც მათ სურს არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე და მე ვფიქრობ, ეს აუცილებლად გაგრძელდება, არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ 10 რეგიონით. მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის, კრიტიკული აზრისთვის და ვფიქრობ, რომ ესე რომ ვთქვათ, შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, გამოიღებს იმ შედეგს, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და წარმატებისთვის არის მოწოდებული, აუცილებლად ერთად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, უფრო მეტად წარმატებული და წინწასული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა. შეხვედრა ჩავატარეთ ქვემო ქართლის რეგიონში, ეს კუთხე ისედაც ცნობილი იყო ძალიან აქტიური და წარმატებული ახალგაზრდებით და დღევანდელი შეხვედრაც იყო ამის დასტური, რადგანაც გამოიკვეთა ძალიან აქტუალური საკითხები ახალგაზრდების მიერ, მათ შორის გაჟღერდა კითხვები, როგორც დასაქმების მიმართულებით, ასევე განათლების რეფორმის თაობაზე, ასევე გაჟღერდა ახალგაზრდების მხრიდან ის გამოწვევები, რომლებიც მათ აწუხებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით იმ საკითხში, რომ რაც შეიძლება მეტი გამოწვევა გადავჭრათ, რაც მათი მხრიდან გაჟღერდა და ასევე აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც მათ გააჟღერეს, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხის ხმა რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს გაჟღერებული ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის ნაწილში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე საზეიმო ბანერები განთავსდა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 მაისის საზეიმო ღონისძიებების დასაგეგმად სამუშაოები გრძელდება. დამოუკიდებლობის დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია გაიმართება. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ადგილზე პეტიცია უკვე გაიარეს. მიმდინარეობს სცენის მოწყობის სამუშაოებიც. ფიცის დადება თბილისის გარდა ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ ადგილზე ერთდროულად მოხდება. სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. დაგეგმილია საბავშვო გასართობ, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებების. დღის ბოლოს კი თბილისში ორბელიანის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში, ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 12 საათზე დაიწყება. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაათვალიერონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემაზე მიძღვნილი ისტორიული ინსტალაციები. ასევე წარმოდგენილი იქნება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი ბავშვებზე და მოზარდებზე იქნება გადატანილი. მათთვის დაგეგმილია მრავალი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს წარუდგენს იმ სახანძრო სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობას, რომელსაც ჩვენი მეხანძრე მეშვეობები სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს იყენებენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამზადისი მიმდინარეობს ბათუმში 26 მაისზე. ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება. ადგილზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება, ასევე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვად. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ კი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების მონაწილეობით და დავით მუქერიას დირიჟორობით საზეიმო კონცერტი გაიმართება. 26 მაისს დილის 11 საათიდან დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები. ღონისძიებები მოიცავს როგორც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვას, ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა სივრცეებს, რომელიც არის როგორც საბავშვო, ასევე სპორტული და ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება რა თქმა უნდა ეს სივრცეები ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ღონისძიებების ციკლს, დაიწყება 6-ის 10 წუთზე, შესრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ჰიმნი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით 27 მაისის დილის 8 საათამდე საგზაო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ზურაბ ჭიჭირაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეზღუდულია. გარდა ამისა, 28 მაისის დღის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ ათანელის ქუჩაზეც. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 27 მაისის 08 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებს დაუკავშირდებიან. საგზაო მოძრაობა შეზღუდულია თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც. გარდა ამისა, 28 მაისის დღის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ათონელის ქუჩაზე. სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით. ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან რენა აბჟანდაძის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით. ამასთანავე 28 მაისის ჩათვლით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე. შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, ჯოვანის კუდიერის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე. შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთ გზის უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს ნივთმტკიცება და ამოღებული სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ალფა PVP დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლების 3 პირი დააკავა. გამოძიების ცნობით ბრალდებულები თბილისში ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ერთ პირს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა პირობით იმ მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა გვიან ღამით ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალონში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნაკურდალი ნივთები სრულად ამოღებული, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ღორჯომის და დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდა ზურაბ პატარაძემ ინფორმაცია ადგილობრივების საჭიროებების და მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი მთის გაძლიერება, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე და აღინიშნა, რომ ბეშუმის მწვანე ტბის, შავი ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ჩვენ სამთავრობო გუნდთან ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, საკრებულო დეპუტატები ერთად მოვისმინეთ თუ რა პრობლემები უდგათ და რა საკითხებია დღის წესრიგში. მქონდა ძალიან ობიექტური გულწრფელი მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე და ვიმსჯელეთ ზოგადად მთის გაძლიერებაზე, რათა მთა არ დაიცალოს, რათა ახალი პროექტები განხორციელდეს. ვიმსჯელეთ ინფრასტრუქტურაზე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რომელიც გაგრძელდება ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში და ჩვენ მთელ გუნდთან ერთად ვიმუშავებთ, რათა 24 საათიან რეჟიმში ვაკეთოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რაც წაადგება ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქვეყანას. ბატონ ზურაბ პატარაძესთან ერთად დავათვალიერეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, შევხვდით მოსახლეობას, ვისაუბრეთ იმ სიკეთეებზე, რაც გვაქვს მუნიციპალიტეტში, იმ შესაძლებლობებზე, რაც არის ტურისტული პოტენციალი ხულოს მუნიციპალიტეტში, მთის გაძლიერებაზე და მოსახლეობის გვერდში დგომაზე. პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით ბატონი თავმჯდომარის მობრძანებით, დღეს მობრძანდა შეხვდა მოსახლეობას, ძალიან ბევრი ახალი პროექტებიც გაგვაცნო, ძალიან კარგი და მივესალმებით. საქმიანი ადამიანი ბრძანდება, წინა თავმჯდომარეობის დროს მისი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმიანობით დაამტკიცა. რუსთავში ქალაქის გამწვანების კიდევ ერთი აქცია გაიმართა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მოწყობილ შიდა საუბნო სკვერში კედარის და მაგნოლიის ნერგები რუსთავის მუნიციპალიტეტმა და კომპანია არქიმ ერთობლივი ეკო-აქციის ფარგლებში დარგეს. არქიმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 200,000 ლარის ღირებულების 220 ძირი კედარი და მაგნოლია რუსთავს საჩუქრად გადასცა. ნერგები ქალაქის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად ირღვევა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამწვანების აქციები რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობის პროცესში ბიზნეს სექტორიც აქტიურად ერთვება და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქალაქის გამწვანებაში მონაწილეობს. დღეს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კედარისა და მაგნოლიის ჯიშის ხეებით დავდგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიურ პროექტებში სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში კერძო სექტორიც მონაწილეობს. საზოგადოების ჩართულობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიურ პროექტებში, ქალაქის გამწვანებაში და დღევანდელი დღე ამის კარგი მაგალითია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტთან ერთად ვზრუნავთ რუსთავის გამწვანებაზე და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩატარებული აქცია და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის სასიხარულო, როდესაც უწყობთ ხელს ქალაქის განვითარებას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. მამაბლის ხმა ასე ეწოდება ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ფესტივალის მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენა, თბილისსა და რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ვანო სარაჯიშვილის სახელის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებაა. ძალიან საამაყოა, რომ ვანო სარაჯიშვილის სახელობის ამ პრემიას მოაბა კულტურის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო კონსერვატორიამ თავი. ძალიან დიდი პროექტია ვანო სარაჯიშვილის უკტავსაყოფად იმისთვის, რომ ქართული საოპერო ხელოვნება ძალიან მაღალ თამასაზე ავიყვანოთ და ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ პროცესში. იმიტომ რომ მე მართლა ასე გულით ასე ვფიქრობ, როდესაც მსოფლიოში მოგზაურობ და ვინც არის მუსიკის მოყვარული, ყველა მიცის ქართული ხმებით არის სავსე მსოფლიო და ნამდვილად ნიჭიერების სამჭედლო ვარ და არაფრით არ შეიძლება რომ ჩვენ ტრადიციებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელს ესე არ ვექცეოდეთ. ქალაქ სიღნაღის გეოგრაფია, არქიტექტურა, ტრადიციები და მოსახლეობის ცხოვრების წესი ცხადყოფს იმას, რომ სწორედ ეს ქალაქი უნდა იყოს ფესტივალების ქალაქი. და დღევანდელი ფესტივალის ნათელი დასტურია იმის, რომ წლიდან წლამდე სიღნაღში იზრდება არა მხოლოდ ჩატარებული ფესტივალების რაოდენობა, არამედ იზრდება ხარისხი. წლებია, რაც ჩვენ ამ იდეის გარშემო ასე ვთქვათ, გეგმავთ, რაღაც ღონისძიებებს გეგმავდით, ვატარებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში გასულ წელს
საქართველოს კონსერვატორიასთან ერთად სიღნაღის მერიამ გააფორმა მემორანდუმი და ამ მემორანდუმის ფარგლებში გადაწყდა აი ესეთი ღონისძიების ჩატარება. ეს არის კონკურს ფესტივალი მოგეხსენებათ. მომავლის ხმა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ აი ვანო სარაჯიშვილის მშობლიურ ქალაქში ამ ქალაქიდან წამოსულმა ინიციატივამ შექმნა ეს შესაძლებლობა, რომ მომავალი ვოკალისტები, აი ვინც დაინტერესებულია, ნიჭები აქვს ამისი, რომ ისინი იყვნენ კიდევ უფრო ახალისებულები, მოტივირებულები და გამარჯვებულები თავიანთ პროფესიაში და ცხოვრებაში. ისეთ ადამიანებთან ერთად მოვხდი ამ ფინალისტაციაში, რომ ნამდვილად მოტივაცია მომცა, რომ უფრო უკეთესი და უკეთეს ნაბიჯები გადავდგა ჩემს ცხოვრებაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ძიმითის მესამე ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ახალი ხიდი, გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი 2550 მეტრის სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაფინანსებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 მილიონ ნახევარ ლარამდე ღირებულებით. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლონ განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით, რაც მათ გადაადგილებას კიდევ უფრო მეტ კომფორტულს გახდის. სოფელ ძიმითში მესამე ბრიგადაში 2,5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ხიდი და გზის მიერთებები. ამ ეტაპზე კი აქტიურად მიმდინარეობს საგზაო საფარისა და ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება. გაკეთდა გზა, გაკეთდა წყალი, წყალი არის, გზა არის, შუქი არის. ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ. მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრიდან ქალაქ დუშეთამდე გარე განათების ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთზე ამორტიზებული ბოძები სრულად შეიცვალა. განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე მცხეთა მთიანეთის მხარისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრიდან დუშეთის გადასახვევიდან ქალაქ დუშეთამდე 5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო და დასრულების ეტაპზეა გარე განათების სამუშაოები. პროექტი რეგიონ განვითარების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამში 1,223,000 ლარს აღემატება. ქალაქ დუშეთამდე მოეწყო თანამედროვე სტილის გარე განათების ბოძები, რაც უხდება გარემოს, უხდება ქალაქს. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების, ისევე მოსვლელი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. თელავის სპორტის სასახლეში საქართველოს საბრძოლო ლიგის ორგანიზებითა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით შერეული საბრძოლო ხელოვნებების მასშტაბური სპორტული შეჯიბრი ჩატარდა. მაყურებელმა ქართველი და უცხოელი სპორტსმენების დაპირისპირება იხილა წლის ბოლოს საქართველოს საბრძოლო ლიგა გრანდიოზულ ფინალურ ღონისძიებას თბილისში გამართავს. ღონისძიების მთავარ მიზანს სპორტის პოპულარიზაცია და ლიგის განვითარება წარმოადგენს. რეგიონში ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, მათ შორის მასშტაბური სპორტული ღონისძიებები იგულისხმება. კონკრეტულად დღეს თელავში ტარდება შერეული საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონატი. ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ბრძოლები. კახელი გულშემატკივარ და ქართველი გულშემატკივარ იხილავს ასევე ქართულ და უცხოურ დაპირისპირებას. ჩვენი პროექტი ემსახურება სხვადასხვა რეგიონებში ახალგაზრდა ტალანტების და მებრძოლების აღმოჩენას. კახეთში ტარდება პირველად MMA-ის საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ესეთი ლამაზი ღონისძიება. თეატრის სახლის საკონტროლო პუნქტთან სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დაჭრეს, მოგვიანებითი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ როიტერი შტატების საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. მედიის ინფორმაციით მამაკაცი თეთრის სახლის მახლობლად საკონტროლო პუნქტს მიუახლოვდა, ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ოფიცრების მიმართულებით სროლა დაიწყო. სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ ეჭვმიტანილი დაჭრეს. ასევე მედია ამერიკის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სროლის შედეგად შემთხვევითი გამლელიც დაიჭრა. დაშავებულის შესახებ დეტალები უცნობია, ასევე უცნობია გამლელი თავდამსხმელის სროლის დროს დაშავდა თუ საპასუხო ცეცხლის გახსნისას.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, სამართალდამცველებს შორის არავინ დაშავებულა. უწყებამ ასევე დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა, რაც შეეხება მოტივს გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი ემოციურად არასტაბილური იყო და მანამდე მის წინააღმდეგ მიახლოების აკრძალვის ბრძანება იყო გაცემული. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიცრებს შეერაღებული პირის დაკავებისას სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. Only for the two sides to remain far apart. შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია ირანთან მოლაპარაკებების შედეგებზე. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით შეთანხმების საბოლოო დეტალები განიხილება და მალე გამოცხადდება. ტრამპის ცნობით, სატელეფონო საუბარი ირანსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან უკვე გამართა. შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია და მისი საბოლოო გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს. ცალკე მქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსთანაც, რომელიც ასევე ძალიან კარგად წარიმართა. შეთანხმების საბოლოო ასპექტები და დეტალები ამჟამად განიხილება და მალე გამოცხადდება. შეთანხმებით სხვა მრავალ ელემენტთან ერთად ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. თეირანსა და ვაშინგტონს შორის პაკისტანის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესისა და გარკვეულ პუნქტებში აზრთა სხვადასხვაობის შემცირებას ადასტურებს ირანი. განცხადება ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გარკვეული საკითხები ისევ მოსაგვარებელია. გასული კვირის განმავლობაში პროცესი აზრთა სხვადასხვაობის შემცირებისკენ დაიძრა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებიც შუამავლობის მონაწილეობით მსჯელობას მოითხოვს. იზღა გრჩება დაველოდოთ, რა შედეგებს მოიტანს მომავალი 3-4 დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა ირანის მტრობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. რაც შეეხება ბირთვულ პრობლემას, ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკას არაერთხელ დაურღვევია აღებული ვალდებულება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი უახლოესი 24 საათის განმავლობაში სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტს გამოაცხადებენ, რაც მიზნად ყველა ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების შეჩერებას ისახავს. ინფორმაციას Washington Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობითვე პროექტი უკვე შეთანხმებულია და მისი ოფიციალურად გამოცხადება დღეს შუადღისთვისაა. მოსალოდნელი გამოცემის ცნობით პროცესი წარმატებით დასრულდა და 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა მუდმივ მშვიდობად გადაიქცევა. შეთანხმების დეტალები ჯერ ისევ უცნობია, გაურკვეველი ასევე როგორ გადაიჭრება ძირითადი უთანხმოებები, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და სანქციების მოხსნის მოთხოვნის შესახებ. მხარეები ასევე ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზეც უნდა შეთანხმდნენ. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დავუბრუნდებით დროებით.